ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი, უკვე პირდაპირ ეთერშია. ზვიად, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ნინო. მომხდარა ისეთი, რაც მოულოდნელი იყო, მაგრამ მაინც რასაც ვუყურებთ ჩვენ კადრში, ძალიან მძიმე ემოციები ამ ზიას მეგობრებისგან, მისი გულშემატკივრებისგან. პირველი ასეთი ემოცია რომ გაგვიზიარო, როგორი მოლოდინი ქონდა და როგორია შედეგი. ალბათ მოულოდნელობა ნინო ის იქნებოდა, რომ მოსამართლეს დღეს ეს გადაწყვეტილება შეეცვალა, რაც ნინო სახელაშვილმა ბათუმის სასამართლოში მიიღო და მინიმუმ მაინც თუ ბრალს დატოვებდა ძალაში, სასჯელი მაინც შეემსუბუქებინა. ეს მართლა იქნებოდა მოულოდნელი. რა თქმა უნდა, თუ ვინმე ყურადღებით მოусმენს და მომავალში, როდესაც უკვე საჯარო გახდება მაიამ წარიაშვილის ზიას ადვოკატის დღევანდელი გამოსვლა, ყველას გაუჩნდება, რა თქმა უნდა, ის თვითრწმენა, რომ სასამართლო დარბაზიდან კი არ უნდა გაეთავისუფლებინათ მზია, არამედ მზია საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს წინაშე წარმდგარი, აი ამ 10 თვის განმავლობაშიც კი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში და მხოლოდ დემოკრატიული სასამართლოს პირობებშია მოსალოდნელი. ის სასამართლო, რომელიც დღეს უბრალოდ ჩქარობდა, რომ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მას ეს დავალება მიღებული ჰქონდა და არცადაც არ ეჩქარებოდა, უბრალოდ არცადაც არ უნდოდა გადაევადებინა ეს ხდობა სხვა დღისთვის და მართლა თავისუფლად, მართლა განსჯით მიდგომოდა ამ საკითხს, არა ის უბრალოდ ჩქარობდა დღესვე, ამიტომაც მან გადააცელა სამუშაო დროს და უკვე 8 საათი იყო დაწყებული, როდესაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება აქვს სამოსამართლეო კლანს მიღებული და სამოსამართლეო კლანი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს ამ ქვეყანაში. ეს არ არის ლიტონის სიტყვები, ეს ყველა საქმეს ეხება, ყველას, არა მარტო სინდისის პატიმრების საქმეს, ყველა განაჩენს ეხება, რაც კი ქვეყანაში დგება, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებენ კლანის პრინციპით მოსამართლეები და ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დაკვეთით. ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დაკვეთაა, რომ ყველამ, მათ შორის მზია ამაღლობელმა, ბოლომდე მოიხადოს ის უკანონო განაჩენი, რომელიც შეუქმნეს. მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ამ საქმეზე არ შეიძლება დადგეს რაიმე ტიპის გამამხუნებელი განაჩენი, იმიტომ რომ ეს საერთოდ საქმეც არ არის. აქ თვითონ ეს პოლიციელები ღებუათიდან დაწყებული ის 6 პოლიციელი, რომლებიც თვითონ მოწმეებად იყვნენ ამ საქმეზე გამოკითხული, ყველა ამბობს, რომ ისინი იყვნენ შეურაცხყოფილები იმის გამო, რომ სილა გააწნა მზიამ ღებუათზეს. ხო, ისინი შეურაცხყოფილები იყვნენ და აი ამ შეურაცხყოფის გამო ისინი ითხოვენ და უпростоრად სისტემა ითხოვს, რომ მათი შეურაცხყოფის გამო მზიამ უნდა 2 წლიანი პატიმრობა ზღოს. შეურაცხყოფის გამო, რომელიც შეიძლება ადმინისტრაციული დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი არ ყოფილიყო, ის გააფორმეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და აი ამას უკვე მე-11 თვე მიდის და ეს ურჩხვად უკვე მეორე ინსტანციაში ამბობენ, რომ ეს ამ დანაშაულის გამო ამასთანავე ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ამბავს. გულისხმობ იმას, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული შეურაცხყოფილი პოლიცია და პოლიციელები სინამდვილეში თავად ჩადიოდნენ დანაშაულს მძიას წინააღმდეგ, რაც სასამართლომ საერთოდ გარიყა, ასე ვთქვათ, ეს თემა პროცესიდან. თითქოს ეს არც არსებულიყო, ეს კიდევ ერთი დეტალია, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი სინამდვილეში რა სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ჩვენ ახლა მზიას ბედზე ვდარდობ, ჩვენ ახლა ვიბრძვით იმისთვის, რომ მზიას ჯანმრთელობა და მზიას სიცოცხლე იყოს დაცული და მან არ მიიღოს ისეთი პრინციპში მოუშუშებელი ზიანი ჯანმრთელობისთვის, რა ფაქტის წინაშეც ახლა ყველანი ვდგავართ და ამიტომ დღეს ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ მზია საპატიმრო დაწესებულებაში არ დარჩენილიყო, მაგრამ აქ სამართლიანობასთან ერთად ჰუმანიზმის პრობლემაც აქვს სისტემას და არ შეიძლება, რომ ავტორიტარული დიქტატორული სისტემა იყოს ჰუმანური, არ შეიძლება, ის შორს არის სამართლიანობისგან და ის შორს არის ჰუმანიზმისაგან. მაგრამ მოვა დრო, ეხლა შეიძლება ამისი კონკრეტული დრო არც მე არც თქვენ არ
ბევრს არ აგვაქვს, იმიტომ რომ ახლა ბრძოლის რეჟიმშია ქვეყანა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოვა დრო, როდესაც თელ ამ საქმეს ყველა მტკიცებულებით, ყველა ჩვენებით, ყველა ვიდეო კადრებით, რომელიც კი ამ საქმეში არსებობს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც ბათუმის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსი, ყველა ერთად იქნება გამოქვეყნებული, თავმოყრილი და ქართული საზოგადოება ნახავს, რომ აქ საქმე არ აგვაქვს ჩვენ მართლმსაჯულებასთან. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რევანში, ეს არის ის აგრესია, რომელიც გარეშეც უბრალოდ ავტორიტარიზმი ვერ ხარობს. ამას აჩვენებს ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ასე უმოწყალოდ, ასე სასტიკად უსწორდება მზია ამაღლობელს, ჟურნალისტს, სიმართლისთვის მებრძოლ ქალს და თავგანწირულ ადამიანს, რომელსაც ვერაფერი ვერ უქნეს და რომლის პრინციპები ერთი მისხალითაც კი ვერ შელახეს და ვერ გადაათქმევინეს. აი ამის გამობრაზობს დღეს მართლმსაჯულება და ამას არ ქვია მართლმსაჯულება, ეს არის მოსამართლეების მანტიაში გამოწყობილი ადამიანები, რომელზეც რაზეა საუბარი, ამას ვამბობდით ჩვენ, როგორც კი ეს კოლეგია დამტკიცდა, რომ ხალხო დავაკვირდეთ, კოლეგიაში არის მოსამართლე, რომელსაც საბჭოთა ლუსტრაციაც არ ჭირდება. ეს არის მოსამართლე, რომელიც 1999-2000 წლამდე კრასნოიარსკის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა ხალხო ინსპექტორად. ეს არის FSB-ს კადრი, ჩვეულებრივი FSB-ს თანამშრომელი, FSB-ს გამოზრდილი და შემოწმებული კადრი დღეს ზის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასამართლებს მზია ამაღლობელს და ამბობს, რომ ის 2 წლით უნდა იყოს გამოკეტილი ივანიშვილის სტატუსაღოში. ეს არის, როდესაც საუბრობთ, სად არის რუსეთი, აქ არის რუსეთი. აქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზის რუსეთი, ბათუმის სასამართლოში ზის სახელაშვილი, ხო? თბილისის სასამართლოში ზის ხო გალუსტაშვილი, რუსების ხედა. რუსები არა ნომინალურად ეროვნებით რუსები, არამედ FSB-ს კადრები, ის ადამიანები, რომლებიც აპრობირებულები, შემოწმებულები და ნაცადები არიან სწორედ იმ პოლიტიკის საკეთებლად, რაც აქვს რუსეთს. ჩვენ ეს გვაქვს ეს სისტემა და ამ სისტემას უნდა დაუპირისპირდეს ყველა მოქალაქე, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური გემოვნების არის ეს ადამიანი და ისინიც პირველ რიგში, ვინც არიან დღეს ქართული ოცნების ჩუმი მხარდამჭერები, იმიტომ რომ მათ ამ სიჩუმეს მოყავს ზუსტად აი ეს დიქტატურა, მათ ამ სიჩუმეს უჭერს მხარს ზუსტად აი ეს მარგველაშვილი, სირაძე, ხორავას, აი ეს ტრიუმვირატი, რომელიც როგორც ტროიკა ისე შემოვარდა ქართულ სინამდვილეში და ეს არის კიდეც ტროიკა. ძალიან დიდი მადლობა ზვიად გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზვიად ქორიძე ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან, სადაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უცვლელად.